თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსია უკვე მზად არის და ის დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. ამის შესახებ მთავრობის ხდომაზე დღეს კახა კალაძემ ისაუბრა 2026 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 2 მილიარდს აღემატება და მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 200 მილიონი ლარით მეტია. წინა წლების მსგავსად თბილისის მერიისთვის მთავარ პრიორიტეტს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მიმართულებები, ასევე სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება წარმოადგენს. თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 მილიარდ 193 მილიონ 388,700 ლარს. ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 572 მილიონ 920,000 ლარი. რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, დაგეგმილია 601 მილიონ 712,500 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული არის 168 მილიონი ლარის დონორული დაფინანსება. 2026 წელს დაიწყება და გაგრძელდება პროექტები. 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი არის განვითარებაზე, სოციალურ დაცვასა და ურბანულ მდგომარეობაზე ორიენტირებული დოკუმენტი, რომელიც პასუხობს როგორც ქალაქის დღევანდელ საჭიროებებს,